იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. რასო ამბობს? შენ გენაცვალოს დედა, ჩემო ჭკვიანო შვილო, როგორ ვამაყობ შენით ნეტა იცოდე დედა. ჩემო გაზრდილო შვილო. ჩემო ყოჩაღო. გენაცვალ ეგ არის დედა, სწავლის ფასი არ დაკარგო შვილო. ისე დედა 8 უნივერსიტეტი გაქვს დამთავრებული და მეცხრით რაღაცო აბარებ შვილო. არა, კი კაია, მაგრამ რაღაცო. კაი რა დედა რა. სტუდენტობის წლები ხო იცო, სულ სხვა არის, სხვა ურთიერთობა, ახალი ხალხის გაცნობა არის, რა საუბარი. როგორ არ ვიცი შვილო, მე უნივერსიტეტის პაზემკაშო მაკარონიან ხაჭაპურს ჭამდი, გახსოვს? როგორ არ მახსოვს, შენ გენაცვალო. დედა, ისწავლე, მიდი გადაიმეორი არ მოცდე, მიდი. ყველას ფენოვანი გვეგონა, მაგრამ სინამდვილეში მაკარონები იყო შიგნით. მიდი. აბა შენ თუ მეტყვი? გააყოლე. შენ თუ მეტყვი? დღეს რა დღეა? ვაი მე რა დღეა შვილო? ო, დაფიქრდი რა დღეა? ვერ ფიქრობ რა დღეა. დაფიქრდი. კაი ახლა შვილო რა ხდება? დღეს რა დღე უნდა რა დღეა? ზუსტად დღეს შესრულდა 30 წელი, რაც მე პირველად ჩავაბარე უნივერსიტეტში. რას ლაპარაკო? მართლა ვასო, ვაი. ბატონო. შეგიცვალოს დედა, მართლა რო კარგი დღე ყოფილა შვილო და რა ვიცი, მოსალოცად მაგ როგორ არ მახსოვს, შენ რო აბარებდი და რო დავრბოდი ვასიკო, რომ ჩემა ვასიკომ ჩააბარა ხალხო მეთქი. აი ეხლაც მახსოვს, აი ესე, აი კადრი წავიდა. არა, ეგ იყო მესამედ რო ჩავაბარე. იურიდიულ ფაკულტეტზე რო ჩავაბარე. ეგ იყო მაშინ რო დარბოდი. აგერია ეს შენ. ხო, აბარა. ხო, რა ვიცი შვილო, რა ვიცი, ხლა იმდენჯერ გაქვს ჩაბარებული, რომ ამერია შეიძლება. მიდი, გადაიმეორე, თან თითი გააყოლე. ხაიმე ძალიან დავიღალე რა, ესე იგი დასიებული მაქვს ფეხები დღეს სამსახურში არ დაუმჯდა ვარ საერთოდ. ეს პარკები მაინც გამომართვი ბიჭო, შენ კიდე. რა აგრესია? ხო იცი, აგრესია, ეხა დასიებული მაქვს ფეხები, მტკივა დავიღალე. რა მინდა ეხლა ამ ცელოფნების დაყრა აქ? ეხლა მომისმინე დედა, ძალდე დამთილურად, კი არ გეუბნები, მაგრამ ისე შეგიძლია, რომ შენც ხანდახარ მიხვიდე ჩემ შულთან და უთხრა, რომ გააჩერდი ვასიკო, გააჩერე კითხვა, თვალები გაქვს დასიებული. როგორ შეიძლება სულ შენ დასიებულ ფეხებზე გველაპარაკები? დავიღალეთ. ვის არ უმუშავია? ვინ დაიღალა? ქალო, ვინ არ გცხვენია მაგას რომ მეუბნები? ვის ხვენია? შენ არ გცხვენია? 4 სამსახურში ვმუშაობ, 4-გან, რომ თქვენ გარჩინოთ და კიდე მე ვხვენია. რა ძალა გადგია მე? შენ კიდე ამხელა კაცი და ამჯდარ ხარ კიდე და სადღაც ჩაბარებას აპირებ კიდე. უტვინო ეს. გოგო, თუ არ ჩავაბარე, როგორ გავიკვლიო გზა? თუ არ ვისწავლი, ამიხსენი ერთ რით ვერ გაიკვლიე ეს გზა? რით ვერ გაიკვლიე ამდენი წელი მითხარი, ჰა? სწავლას იბერემდეო პირდაპირ მნიშვნელობით რატო გესმის ვერ მივხვდი 8 დიპლომი მაქვს სხვათა შორის და მე-9-ესაც ავიღებ აი ეჭვი არავის არ შეეძლო არ გაიგონია მაინც სწავლის ძირი მწარი არის კენწეროში გატკბილდების ბიჭო რით ვეღარ ახვედი ამ კენწეროში მერე 32 წელია მაგ ხეზე ადიხარ რა არის ამ სიგრძე ხედა ამ სიმაღლე ვერ რა თელაპარაკები ეხლა ჩემში რა აი ეხლა გისმეთ და ეხლა დედის გადმოსახედი და ძალიან ცუდი არის ეს დიალოგი და ეს ლაპარაკი რა დიალოგია გისმენა მაყურადღები აი მინდა ეხლა რომ ცუდი დედამთილის როლი ვითამაშო მაგრამ როგორ შეიძლება კაცო ამ ხელა კაცი ზის სწავლობს განათლებაშია თვალების ტკივა ამდენი მეცადინეობის დედაფუტკარივით არის ბავშვი წლებია სწავლობს უბრალოდ ბავშვს არ მიეცა ამის დამტკიცების საშუალება დრო გჭირდება რამდენი წელი არ მიეცა ეს დამტკიცების საშუალება რამდენი წელი ამჯერად სადაბარებ ბიჭო სამედიცინოზე არ გინდა სამედიცინო რატო რა ვერ ჩავაბარებ თუ რა ვითომ არა კი ჩააბარებ მაგრამ იცოცხლებ მაგდენი ხანი ეხლა მომისმინე შვილო 12 წელი მარტო ბაკალავრიატი აქვს მომისმინე შვილო ჩემი ვასიკო ისწავლის კიდევაც ჩააბარებს კიდევაც დაამთავრებს მე იმას ხო და დამსახურებულ პენსიასაც აიღებს ამ დროს 300 ლარს გადაიკეცავს ჟიბეში გველი ხო ეგ არის მაგის ბოლო გველი არ ვარ მე სიმართლეს ვლაპარაკო აუნათლებელმა განათლების არიცის რა უბედურებაა კაცო ამდენი სწავლა გამიგია ცოტა ოჯახს ვასო ცოტა ოჯახს მოხედე რა ოჯახი ყავს შენ ცოლი ყავს და შვილები ყავს
თამუნადე ცოტა რა. ერთი წუთით თამუნა რანაირად ლაპარაკობს შვილო. რანაირად ლაპარაკობს. რატო ფიქრობ რომ არა აქვს ჩემშვილს ოჯახისთვის ოჯახიც აყავს და შვილებიც აყავს. ხო, ის ორი ლექცია არ გაეცდინა, ნახავდი როგორ ეყოლებოდა ის ორი შვილი. რა დავაშავებ მერთო მართლა ამის ბასი რა დავაშავებ. ესე იგი ჩემი დაქალები რო ჯდებით ერთად სულ ლაპარაკობენ თავიანთ ქმრებზე და როგორ უყვართ ერთმანეთი, მე ამ დროს ჩუმად ვარ, არაფერი არ მაქვს სათქმელი. როგორ უყვართ ერთმანეთი, როგორ ეალერსებიან საწოლში ერთმანეთს. მე კიდე საწოლში რაღაცა რომ მინდა ურთიერთობა, ეს ქიმიას მაბარებს. გოგო სამედიცინოზე მარდება ქიმია, სექსი კი არა, რა ვქნა? გააგზელე შენ კითხვა, მიდი. მოდი დედა. რა სულ წივილ-კივილი გამოდის ამ სახთიდან? მამა რა გჭირს რა ხდება? სამედიცინოზე ვავარებ, შვილო და მაძლევს დედა შენი მომზადების საშუალებას. შენ კიდე ყველანაირად ხელს უშლი ბავშვს, ყველანაირად ხელს უშლი. რა ვეღარ დასერიოზულდი ამ ხელაკაცი, რა სულ სწავლა და ჩაბარება და რა იყო. ჯერ იმის არ გწხვენია მამა, რომ შენი კლასელები არიან შენი ლექტორები რა მამა. გეხვეწები სირცხვილია რა. დედა შენი ხარ გაბერილი შენს, დედა ამან გაგბერა. ბებია შენ შემოგევლე ძალიან. არაბე ეხა ჩემში ჩემზე დუელაპარაკებ შენი. ეს ამდენი დიპლომები რა დგინდა უჯრაში რო გიყრია ბიჭო. რაში გჭირდა? რაში იყენებ? მითხარი. გოგო, ხაზულობით გეომეტრიაში წითელ დიპლომზე რო დავამთავრე. ნაგავი რო ქონა, გადასაყრელი კარტოფილის ნათლები, რაში გაახვიე? ახო. არ იყო ჩემი წითელი დიპლომი? გამომაქვს. ესე იგი საჭირო ყოფილა დიპლომი. აი. დედა. რა დედიკო, არ ვუყურებ შვილო. გამოსაზე რო წავალ, საბალეშიკოთ ხო წამოხვალ? გულშემატკივარი ხო იქნები ჩემი? შვილო, ხა 16 წლის წინ გამოცდა რო ქონდა, მაშინ ვერ წამოვედი და ეხლა რა გამინდა დედა? ეხა ისე მაშინ მომატყუე რომ რა ისე რა ქვია, ბოლგას გიყიდიო და იმედი ახლა მაინც ვიყიდი მამა. გიყიდი ჩემო ლამაზო, ჩემო ბალყო. უნდა გიყიდო დედას ლეკო და დედას ლამაზო. უარ გაფასებ. მამა 32 წელი ასწავლე მამა. შენ შემოგედა 32. კი ბატონო. 8 უნივერსიტეტი დააბარე, მე დაამთავრე მე-9-ში აბარებ, ხო ხუასი. კი ბატონო. და მე დავამთავრე სკოლა. კი ბატონო. მე ხო ტაქსაობ რომ შენი სწავლის ფული გადავიხადო, ხო? გენაცვა, ოჯახი დედა, მამა. მოგიკოდა დედა შენ. ამის ფორმა მივიღე ტაქსაობით უკვე. აი, ისეც არ უნდა ისმას მაინც უნდა ხურებოდი ამ ხელა ბიჭი, რომ მშობლის განათლებაში უნდა ჩადო, ფული მშობლის. ის უჩევნია მამულსა, რომ მამა ჟობდეს შულსა. ასე ზუსტად. მაგის ღირსი ვარ მე შენგან, ხო მამა? რომ ასე უნდა მელაპარაკოს, აი ამის ღირსი. რა ნაგლიკაცია, ხედავ? მე რო ამას მეტყვის, მე ვიმსახურებ მამისგან ამას. შეკაი ადამიანო, მე რო აბიტურიენტი ვიყავი. მომზადებაში ფული ხო შემომთავაზ, გადამიხადე, ხო მითხარი? გუნდ გადაგიხადე ხა თუ გასწავლე რატო ვერ გადაგიხადე, რატო არ მეუბნე? რატო ვერ გადაგიხადე? იმიტომ რომ შენი სწავლის ფული მქონდა გადასახდები და ვწვალობდი და შრომობდი რომ მომეგროვებინა. კი მეორედ გიმეორებ ჯობია რომ ჩაასხა მშობლის სწავლაში ფული. ხო, მაგრამ ახლა ბაკში ვასხავ და ტაქსაო. როგორი გაბერილი ხარ დედა შენისგან. ბებია შენ შემოგევლე რა. მე ესეთი არ გამიზდი. თავიდან რაში იყენებ მაგცოდნას გამაგებინე, რაში? მე მეუნები გოგო მაგას. შენ გეუბნები. რომელი უნივერსიტეტი? გპი რო დავამთავრე. გპი რო დავამთავრე მე. მე რამხელა დამსახურება მაქვს საქართველოს წინაშე. და რა დამსახურება? რა. მთელი საქართველო ლოცულობდა ჩემზე ვასო მაგადეს გაუბარჯოსო. რატო? ყოველ საღამოსთან. ატმორზე იტყვის ახლა ხო? ო, ატმორი, გპი-ის ატმორი, ვისი მოგონილია? აი რა, რამდენჯერ შენ მოგონილია. კარგი დედა, შენ მოგიკვდეს დედა შვილო. ხალხი სულთა რო დადიოდა, ვისი დამსახურებაა, დედა? შეკაი ადამიანი. შვილო, შენი ვისი მამა, იქნება? უყურე, სწავლის ფულს მე ვიხდი, წიგნებს მე ვყიდულობ შენსას. მოგზის, რა ქვია, რო იმოძრავ იმის ფულს მე გიხდი. კიდე კაი თბილისში ვცხოვრობ დედა და ქირის ფულს არ ვიხდი. შეკაი ადამიანო, გრანტი მაინც აიღერო. მომეხმარო რაღაცაში, სულ ფასიანი მაებში რო სწავლობ, რა ქვია, უნივერსიტეტები რო გაქვს დამთავრებული. ყველა ფაკულტეტი ფასიანია თან და. არ მაძე, საშუალებას რო მოვემზადო. მაცალე და ავიღე ტვინი არ გაქვს და იმიტომ ტვინი. დააცადეთ ტვინი მართლა არ მაქვს, შენ რო მოგათრიე. მართლა არ მაქვს ტვინი. მე ვარ სულელი. სამაგიეროდ სამედიცინოსო დავამთავრებ. უფასოდ გიმკურნალებთ ყველა. შენ გენაცვა. შენი იმედი. კარგი, თამუნა, რატო ელაპარაკები, შვილო, მართლა მეტირება რა. ბიჭმა გასაგება თქვა ჩემმა შვილმა, რომ 12 წელშიო ყველა კარგად ვიქნებითო, დამაცადეთო, დროის ამბავია. 12 წელი. 12 წელი რა. ერთი წამი ბებო, იმაზე რას მეტყვი? იმდენი დიპლომი აქვს, 5 კომპანიიდან მოვიდა ისა ცნობა, რომ აყვანილი ხარ სამსახურში. მერე? 18000 ლარს თავაზობდნენ ერთ სამსახურში და არ დათანხმდა მაგას. მაგაზე რას მეტყვი? როგორ დათანხმდებოდა შვილო, სწავლობდა ბავშვი, მეცადინეობს. აი რა ბებო, გეხვეწები რა. ეროვნული ბანკის ის შეთავაზეს, რა ქვია იმას, პრეზიდენტობა, მაგაზე დიდი თანამდებობა აღარ არსებობს. არაუშ. ვეღარ განვითარდები იმის.
არა უშავს. მაგაზე უარი რანაირად? ეგ არ იქნება, სხვა იქნება. ის სხვა არ იქნება, ის სხვა იქნება. აგე ნოდარი ეხვეწება, კაცო. თუ ისე დარჩებიო, მანქანები ჩამომყავს ამერიკიდანო მოდიო. თვეში 4 მანქანაში. როგორ ვერ მანქანები ახლა? ნოდარას დაშლი მანქანები. ერთი წუთი გაჩერდი. ბიჭო, რამდენს გთავაზობდნენ ხელფას? 18000. და უარი თქვი? აბა რა, ჯერ სწავლა, მერე ხელფასი. რატო არა რა? წაიკითხე დედიკო, მიდი, წაიკითხე. აი ახლა ადექით ორივე. ორივე ადექით ახლა. ხები რა შენაცვალე დედაში. აი რა საშვებით ამ დიდი დედა დაანახე მაგას. გააკრიეთ ამ სახლიდან. ბაიბი რა სამთავ ორივე. ახლა ბავში მეცადინობს, და როგორ უნდა გააგდო. ჩემ თავზე პასუხი არ აგებ. გადი გადი შეკედა. შეკათახსირებულო. გიშები არიან ბიჭო ესენი მე. გადამიყვანეს ბიჭო ჭკუიდა. მე ეტყვიან ეს დედის დედა უფრო რატო გიყვარს? აბა ის შესაყვარებელია, გეხვეწები ახლა და. რეებს მელაპარაკები. აი, გავა 12 წელი. დაამთავრებს ჩემი ვასიკო სამედიცინოს, გახდება ექფანი და მე ეტყვი მოდი ვასიკო დამიბრუნდი. დებია შენ შემოგევლე რა. არაფერი აღარ ჩოი გაცვლა ვაგდანი ხანი კი. ეს იდიოტი კალიეს და? გადამიყვანა ბიჭო ჭკუიდა. საჭმელი რა გახდა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.